ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან, სწორედ ამიტომ მეღვინეობის გაძლიერებისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დაცვა შენარჩუნებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. მაღალი ხარისხის ნიადაგი და ვაზის სწორად შერჩეული ჯიშები. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს ყველას, ვინც ვენახის გაშენებას სამიწარმოო საქმიანობისთვის გადაწყვეტს. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სიახლეებზე და ხელოვნურ სპეკულაციებზე ანუკი გუმბერიძე უფრო მეტს ისაუბრებს. ვენახი ღვინის აკვანია. სწორედ აქ, ვაზის ფესვებთან იწყება გზა, რომელსაც ქართული ღვინის უნიკალურ გემომდე მივყავართ. მსოფლიოში აღიარებულ ღვინის სამშობლოში, ველური ვაზის კულტი 1000 წლეულების წინ დამკვიდრდა და მალევე ვენახის გაშენება ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ტრადიციის, იდენტობისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. საუკუნეების განმავლობაში აქ კარგად იცოდნენ, რომ კარგი ღვინო ქვევში კი არა, პირველ რიგში ვენახში იბადება. თუ ვაზის ჯიში გეოგრაფიული არეალისთვის სწორად არის შერჩეული, ჯამრთელია და მოვლილი, ღვინოც გამორჩეული, არომატული, ხარისხიანი და ძვირფასია. წინაპრების ამ გზამკვლევს დღეს ბევრი მეწარმე მიჰყვება. საერთაშორისო ბაზარზეც თამამად პოზიციონირებს და ქართულ ღვინოსაც ყიდის. იმისათვის რომ ხარისხი იყოს რეგულირებადი, ძალიან კარგია რომ დავიწყოთ ეს ვენახიდან, ვენახის გაშენებიდან, სწორი ვაზი, სწორი ჯიში, სწორი სანერგე, ანუ რადგან ეს პირდაპირ კომერციაზეა დამოკიდებული, თუ არ გაქვს ხარისხიანი ვენახი, ვერ მიიღებ ხარისხიან ყურძენს, ვერ მიიღებ ხარისხიან რაოდენობას და შესაბამისად ვერ გააკეთებ ხარისხიან ღვინოს. მეღვინეობა მევენახეობის ტრადიციების დაცვა, შენარჩუნება და ინდუსტრიის განვითარება 2012 წლიდან ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, რომელსაც ამ მიმართულებითაც მძიმე მემკვიდრეობა დახვდა და მას შემდეგ ქართული ღვინისთვის ევროპის ბაზრის კარის გასახსნელად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. უნიკალური ვაზის ჯიშების გადარჩენიდან დაწყებული მევენახეების მხარდაჭერითა და რეფორმების გატარებით. მეღვინეობა, მევენახეობის დარგი 2012 წელს იყო გადაშენების პირას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დარჩენილი იყო სამამულო ვენახების დონეზე და აქ ინდუსტრიული კომერციული ვენახები ფაქტობრივად არ არსებობდა. დღეის მდგომარეობით ღვინო და ღვინოს მასალები $9 მილიარდ მეტია ექსპორტი, რაც თავისთავად ცხადია უკვე დარგზე საუბრობს და საუბრობს იმაზე, თუ სად არის დღეს ეს მოცემულობა. იმისთვის, რომ დღეს თავს ვიწონებთ, რომ ვართ ღვინის სამშობლო და გვაქვს 525 ჯიში, ქართული ვაზის ჯიში, ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის. რო არა მისი ძალისხმევა, რომ აღდგენილი იყო უნიკალური სანერგე ჯიღაურაში და თითო ვაზის ჯიში სხვადასხვა ქვეყნიდან არის ჩამოტანილი იმისთვის, რომ მოგროვილიყო ის უნიკალური კოლექცია, რომელიც დღეს საამაყოდ გვაქვს. და რო არა ასეთი დამოკიდებულება ბატონი ბიძინასის დარგის მიმართ, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდით. ახლა სახელმწიფოს მიზანია ქართულ ღვინოს მსოფლიოში პრემიუმ კლასის პროდუქტად იცნობდნენ, ამიტომ ხარისხის გასაუმჯობესებლად ცვლილებები განხორციელდა. თუ ვენახის გაშენება სამეწარმეო საქმიანობისთვის გადაწყვეტთ, ყურძნის რეალიზაციას მოისურვებთ, ვენახი უნდა დაარეგისტრიროთ და მიიღოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა. სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის საჭიროა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ვაზის სერტიფიცირებული სანერგედან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. სწორედ ვენახთან არის მიბმული ვენახის მცნებასთან, ადგილის მცნებასთან არის დაკავშირებული ღვინის ხარისხის. ოდითგანვე ცნობილი იყო, რომ განსაკუთრებულ ადგილას, განსაკუთრებულ პირობებში იძლეოდა ვენახი განსაკუთრებულ ღვინოს და საუკეთესო შედეგს. ესეც ხო უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ეხლა რომ ვაკეთებთ ვენახში ინვესტიციას, ეს არის ის საგანძური, რაც რჩება ჩვენს შთამომავლობას. ღვინისა და ვაზის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები არ ეხება უკვე არსებულ კომერციულ ვენახებს და არც იმ ინდივიდუალურ მევენახეებს, რომლებიც ვაზს პირადი მოხმარებისთვის აშენებენ. მიუხედავად ამისა, უკვე გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც საკითხით სპეკულირებას და თემის პოლიტიზებას ცდილობენ.
გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე ხელისუფლების ნებართვის გარეშე და მასზე მოყვანილ ყურძნისა და დაყენებულ ღვინის გაყიდვაზე. ანუ დაუბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს. უარგუმენტო და უშინაარსო კრიტიკა გადაყავთ რაღაცა ემოციურ იმაში რა ქვია ლოზუნგებში, რომელიც აბსოლუტურად არაფერ საერთო არ აქვს იმ შინაარსთან, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები და რეფორმები ატარებს. და ამას რომ აკრიტიკებენ, ან ძალიან არ უნდა გიყვარდეს ეს დარგი, ან ძალიან არ უნდა გინდოდეს, რომ შენი ქვეყანა წარმატებული იყოს ამ ნაწილში. არადა ახალი რეფორმა პირიქით, მევენახის შრომის მეტად დაფასებასა და ღვინის გარანტირებულ ხარისხზეა ორიენტირებული, რომ ქვეყნის სავიზიტო ბარათმა მისი ეკონომიკური სიძლიერე და საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო გაამყაროს. იმისთვის, რომ ხარისხიანი ღვინო გქონდეს და იმისთვის, რომ სოფლიო ბაზარზე ასე თავი მოვიწონოთ, რაც აისახება, რა თქმა უნდა, ხარისხიანი ღვინო მარტო პანაცეა ხო არ არის, ანუ ხარისხიანი ღვინო გჭირდება იმისთვის, რომ შესაბამისად საშუალო ფასი იყოს იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის, შესაბამისად მოთხოვნა იყოს უფრო მაღალი და უფრო მეტად დაფასდეს მევენახის შრომა, ვიდრე დღეს არის. ეს ასახული არის პირველ რიგში ფასში, ხო? ანუ ეს არის მთელი ამოცანა. ეს არ უნდა იყოს არც ერთ ვარიანტში გაგებული, რომ დღეს ხარისხიანი ღვინო არ გვაქვს. გვაქვს საბედნიეროდ ერთეული ნიშური მევენახეები და ბეღვინეებით, თუმცა ეს ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. აკრიტიკებენ სამეწარმეო ვენახების გაშენების შეთანხმების რეგულაციას, რომელიც წლებია მოქმედებს და განვითარებულ მეღვინეობის მქონე ბევრ ევროპულ ქვეყანაში უფრო მკაცრიცაა. მათ შორის იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ამ ქვეყნებში, სადაც ვაზის გაშენების ავტორიზაციის სქემა 2016 წლიდან მოქმედებს. ახალი ნარგავების ნებართვები ყოველწლიურად გაიცემა. ვენახის ფართობების ყოველწლიური ზრდა შეზღუდულია და მკაცრად კონტროლდება. დადგენილი ზღვარი ქვეყნის მასშტაბით ვენახის საერთო ფართობის 1%-ს შეადგენს. მსგავსი რეგულაციები არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მეწარმეები ვაზის ნერგებს სერტიფიცირებული სანერგეებიდან ყიდულობენ. კალიფორნიაში აუცილებელია შესაბამისი რეპუტაციის მქონე სანერგედან შეიძინო თესლი, ისეთი სანერგედან, რომელიც ნერგებს ამოწმებს. მეწარმეებისთვის აუცილებელია უმაღლესი ხარისხის, ძვირადღირებული ღვინის წარმოება, ამის წინაპირობა კი შესწავლილი და ხარისხიანი ვენახია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი, როდესაც ვენახი თავიდან ბოლომდე გასაწმენდია ვირუსისგან. ფიქრობ ეს რეგულაცია ქართულ მწარმოებლებსაც წაადგება. სწორედ კვალიფიციური სანერგეებიდან ვაზის ნერგების შესყიდვის ვალდებულება გახდა კრიტიკის ერთ-ერთი თემა. ვრცელდება სპეკულაცია, თითქოს ქვეყანაში ამისთვის საკმარისი რესურსი არ არსებობს. თუმცა არსებული სანერგე მეურნეობების გარდა სახელმწიფო ყველას თავაზობს შესაძლებლობას, ვისაც ნერგების გაყიდვა სურს, გაიაროს შესაბამისი შემოწმება და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გახდეს სერტიფიცირებული. ამ პროცესს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს. უნდა წარმოადგინოს განაცხადი რეესტრში შეტანის შესახებ და რომ დავადასტუროთ მისი კვალიფიციურობა. საველე ინსპექტირების შედეგების და ლაბორატორიული შედეგების საფუძველზე უკვე გაიცემა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და რა თქმა უნდა სარგავ მასალაზე ეტიკეტები. აუცილებლად სარგავი მასალა უნდა იყოს ჯიშურად იდენტური, სუფთა და ჯანსაღი ვირუსებისაგან და დაავადებებისაგან. აუცილებლად უნდა იყოს მიკვლევადობა, უნდა იქნეს დადგენილი. ჯანსაღი ნერგი და შესაბამისი ნიადაგი. რა პრობლემებს დააზღვევს რეგულაციები, ეს კარგად იციან თუნდაც მცირე მარნის მწარმოებლებმა, რომლებიც ყურძანს ყოველწლიურად ყიდულობენ. მაქვს ამისი გამოცდილებაც, როდესაც ერთი ჩავიბარეთ და აღმოჩნდა სხვა და შემდგომ ჩაბარების შემდგომ გაირკვა ეს პრობლემა, მოგვიწია უკან დაბრუნება, იყო არასასიამოვნო ფაქტი იყო ნამდვილად. ძალიან ბევრ უცხოელთან მიწევს შეხება, მათი აზრის მოსმენა მიწევს და ვისმენ ამას უკვე არაერთი წელიწადია, რომ იქ ეს რეგულაციები დაიწყო. ჩვენ უნდა წარვდგეთ ამ ღვინოთი და ჩვენივე სერტიფიკატებით მათ აპირწონეთ. ეს მარტო ის არ არის, რომ ამბავი მოუყვეთ ჩვენ შესახებ, რომ ჩვენ ვართ ღვინისა და ვაზის სამშობლო. ეს ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ მათთვის ყველაფერი ჭიქიდან ჟღერსა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ერთი ჭიქა მაძლევდეს ზუსტად სიამაყის განცდას, არა ისტორიით, არამედ რეალური შედეგით. და მათაც ვინც ყურძნის მოსავალს თავად იღებს და უკვე წლებია წარმოებული ღვინის 90%-ს საზღვარგარეთ ყიდის. დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარებაზე სამწუხაროდ შემცირებულია მოთხოვნა. ეს იკლებს და 60-იანი წლების მერე ესეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა, როგორც წინა წელს და წელს არის და ერთადერთი შანსი ქართული ღვინის გადარჩენის და ქართული ღვინის პოპულარიზაციის არის, რომ უნდა ვიმუშაოთ ხარისხზე.
და ზუსტად აი იმ კომპანიებთან, როგორიც არის ფრანგული, იტალიური, ესპანური თუ გერმანული წარმოების პროდუქცია, გვეჭიროს ის ხარისხი, რაც აქვთ მათ, რომ დავრჩეთ ბაზარზე და დავიმკვიდროთ ადგილი. ღვინის 8000 წლიანი კულტურის ქვეყანა საქართველო ვაზის 525-ზე მეტი ენდემური ჯიშით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. ახალი რეგულაციების მიზანი ჯიშების სწორად შესაბამის ნიადაგზე გაშენება და უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოებაა, იმისთვის რომ ღვინომ ვაზის სამშობლოდან მსოფლიო ბაზარზე ახალი სიტყვა თქვას.